როგორც ჩანს, მოლაპარაკებები მხოლოდ საფარი იყო. ამჟამად პაკისტანში მიმდინარეობს პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის. აშშ-ში ამტკიცებენ, რომ მზად არიან მშვიდობის დასამყარებლად. და უკვე გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-ში გამბლოკა ირანის საზღვარგარეთ გაკინული აქტივების ნაწილი, რაც მრავალი წლის განმავლობაში არ გაუკეთებიათ. მაგრამ ამასთან ერთად დაფიქსირდა აშშ-ში ჯარების ზრდის გაგრძელება ირანის მახლობლად. პენტაგონმა პირდაპირ მოლაპარაკებების წინა დღეს რეგიონში გადაისროლა ჯარები. ამავე დროს ამერიკულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ჩინეთი ამზადებს ირანში ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების პარტიის გაგზავნას, კერძოდ პორტატული საზენიტო სარაკეტო კომპლექსების და სთხოვს თეირანს დრო გააჭიანუროს, სანამ ამ მიწოდებას არ დაასრულებს. ამავე დროს პაკისტანმა სასტრაფოდ გადაისროლა ჯარები. პაკისტანმა თავისი გამანადგურებლები და დამხმარე სამხედრო თვითმფრინავები საუდის არაბეთში გადაიყვანა ურთიერთდაცვის პაქტის ფარგლებში. ისრაელის დაზვერვამ დღეს ქნესეთში განაცხადა, რომ ირანის ახალი ხელმძღვანელობა კიდევ უფრო ექსტრემისტულია, ვიდრე მისი წინამორბედი. ამიტომ რეგიონში რეალური მშვიდობის დამყარების შანსი დიდხანს არც ისე დიდია. ამიტომ სულ უფრო ხშირად აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს მხოლოდ როგორც პაუზას განიხილავენ ომის ახალი ფაზის დაწყებამდე. ჩემი სახელი ალექსეი პიჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, თხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ამ ვიდეოს აღწევაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, Pichi News-ი. ბმული მასზეც ამ ვიდეოს აღწერაშია. ამ თუთებში ისლამაბადში მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანის შუამავლობით. მიუხედავად იმისა, რომ თავად შეხვედრა ისტორიულია, ეს არის ყველაზე მაღალი დონის ურთიერთობა აშშ-სა და ირანის ოფიციალურ პირებს შორის 1979 წლიდან. წარმატების შანსები მაინც დაბალია. ორივე მხარე აცნობიერებს, რომ მარცხის რისკი ომის განახლება, მაგრამ მათი ხედვები მშვიდობაზე განსხვავებულია, ისევე როგორც შეფასებები. და აქ საჭიროა მოვიყვანოთ ერთი ძალიან საინტერესო ციტატა. რობერტ მელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, დღეს ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, სადაც სწორედ აშშ-სა და ირანისთვის არსებული რისკების შეფასებებია გამოკვეთილი. მოვიყვან მის ციტატას. მთავარი ასიმეტრია იმაში მდგომარეობს, რომ ირანს როგორც ჩანს შეთანხმების მიღწევის უკეთესი ალტერნატივა აქვს, ვიდრე აშშ-ს. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ირანზე დარტყმები განახლდება, მაგრამ მათი ეფექტიანობა თანდათან შემცირდება. იმ დროს, როცა სრუდის ბლოკადა შენარჩუნდება და ირანს მზარდ სარგებელს მოუტანს, ეს არ ნიშნავს, რომ ირანი მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში მაღალ ფასს არ გადაიხდის. ზუსტად ამ მიზეზითაც ისინი დათანხმდნენ მათ. ეს ნიშნავს იმას, რომ საფუძვლიანად თუ არა, ირანი თვლის, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შედეგებს უფრო დიდ ხანზე წარმატებით გაუძლებს, ვიდრე აშშ-ს. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკულ დელეგაციას მოლაპარაკებებზე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი ვენსი ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ბუნდში შედის თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოვი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ გალიბაფი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი. მოლაპარაკებებზე ასევე იმყოფებიან პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი და საგარეო საქმეთა მინისტრი იშაკ დარი. ირანულმა მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის დელეგაცია დათანხმდა პირდაპირ მოლაპარაკებებს, მას შემდეგ რაც არაპირდაპირი მოლაპარაკებები წინ წაიწია. და მას შემდეგ რაც ირანმა მიიღო ისრაელისგან გარანტია, რომ ის შეიკავებს თავს ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანზე დარტყმებისგან, თუმცა გაურკვეველია ესეთი დაპირება მისცა თუ არა ისრაელმა, რადგან ისრაელი არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს და თითქოს არავის წინაშე არაფერში არ არის ვალდებული. მოგვიანებით სააგენტო როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა დათანხმდა ირანის ფინანსური აქტივების გამბლოკას, რომლებიც კატარში და სხვა უცხოურ ბანკებში ინახება. თუმცა სააგენტო ირანელ ოფიციალურ პირებზე დაბრუნებით საუბრობდა. საუბრის მონაწილეების თქმით, თეირანის თანხების გამბლოკვა პირდაპირ უკავშირდება ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო გავლას. და რომ ირანი ამას აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესისადმი და შეთანხმების მიღწევისადმი სერიოზული დამოკიდებულების ნიშნად ალექვანს. თუმცა მოგვიანებით ამერიკელმა მოლაპარაკებლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. მაგრამ აშშ-სა და ირანს შორის სამივე მოლაპარაკების შედეგებზე უფრო დეტალურად ვისაუბრეთ. განსაკუთრებულ გამოშვებაში, რადგან ნამდვილად არის საკითხები განსახილველად. ამიტომ გირჩევთ გამოიწეროთ ეს არხი, რომ არ გამოტოვოთ გამოშვება. ამ გამოშვებაში ჩვენ განვიხილოთ ამავე მოლაპარაკებების ოდნავ განსხვავებულ მხარეს.
საქმე იმაშია, რომ თავად ტრამპის გარემოცვაში დიდად არ სჯერათ, რომ ზავი დიდხანს გაგრძელდება. მაგალითად, დღეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ ირანს კვლავ აქვს ათასობით ბალისტიკური რაკეტა, რომლის გამოყენებაც მას შეუძლია თუ ამის საჭიროება დადგება. დანადგარები მიწისქვეშა საცავებიდან. ეს შეფასებები გაკეთდა იმ ფონზე, როცა აშშ ცდილობს უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა, რაც სრულად გახსნის ჰორმუზის სრუტეს და დაიცავს ირანს, ამერიკულ ჯარებს და რეგიონის სახელმწიფოებს შემდგომი თავდასხმების. მაგრამ ირანი მაინც ემზადება ომის გაგრძელებისთვის. ამიტომ, როგორც ითხოვინება Wall Street Journal-ი, აშშ-ს არმია ამჟამად რეგიონში გადახავს ძალები, რომლებიც შეძლებენ ირანის განადგურებას პაკისტანში მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში. ანუ აშშ-ს ჯარების გადაყვანა რეგიონში არ შეჩერებულა, პირიქით გაძლიერდა, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცვადდა. ანუ აშშ ამ პაუზას იყენებს თავისი პოზიციების გასაძლიერებლად. ისევ და ისევ, სწორედ დღეს, ცეცხლის შეწყვეტის დროს, ამერიკული სამხედრო გემები მოულოდნელად გაიარეს ჰორმუზის სრუტე, ორივე მიმართულებით. რეგიონში უკვე გადაყვანილია დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები, ხოლო უახლოეს მომავალში იქ დაგეგმილია დაახლოებით 2000 სამხედრო მოსამსახურის 82 საჰაერო სადესანტო დივიზიიდან განთავსება. ავიამზიდის დართმეთი ჯგუფი ჯორჯ ბუში ატლანტიკიდან რეგიონში მიემართება. ამავე დროს სადესანტო ხომალდი ბოქსერი და მე-11 ექსპედიციური საზღვაო ქვეითთა რაზმი ასევე მიემართებიან რეგიონში წყნარი ოკეანედან. ამ ფონზე ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო გემებისა და ჯარების რაოდენობის გაზრდა გაგრძელდება მანამ, სანამ მიღწეული შეთანხმება რეალურად არ შესრულდება. შემდეგ ტრამპის ციტატა. თუ რაიმე მიზეზით ეს არ მოხდება, რაც უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ სროლა დაიწყება უფრო მასშტაბურად, უკეთესად და ძლიერად, ვიდრე ვინმე ოდესმე უნახავს. მაგრამ ირანის მოთხოვნების გათვალისწინებით ჯერჯერობით არ ჩანს, რომ აშშ მზად არის ასეთ დასრულებას დათანხმდეს. ამავე დროს საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ირანული დრონებისა და რაკეტების თავდასხმების ფონზე პაკისტანის სამხედრო კონტინგენტი ჩავიდა მეფე აბდელ აზიზის სახელობის ავიაბაზაზე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. პაკისტანის ჯგუფის შემადგენლობაში შევიდა გამანადგურებლები და დამხმარე თვითმფრინავები საჰაერო ძალებიდან, რათა გაძლიერებულიყო სამეფოს თავდაცვითი პოტენციალი. აქაც ბევრი იცინის, თითქოს პაკისტანი ომზე დააგვიანა, რომ თავისი თვითმფრინავები მხოლოდ მაშინ გაგზავნა, როცა ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, თუ რეგიონში ყველა დარწმუნებულია, რომ ომი დასასრულს უახლოვდება, მაშინ საერთოდ რატომ უნდა ინერვიულონ ამაზე? და საერთოდ რატომ უნდა გაგზავნო შენი თვითმფრინავები საუდის არაბეთში, როცა გესმის, რომ თუ ომი განახლდება, ამ თვითმფრინავების გამოყენება მოგიწევს და მაშინ პაკისტანი პირდაპირ ჩაერთვება ომში. რისთვის უნდა გადაიყვანო ავიაცია, თუ ყველა დარწმუნებულია, რომ ეს ომის დასასრულია? აქ შეგასცემეთ, 2025 წლის სექტემბერში საუდის არაბეთმა და პაკისტანმა ურთიერთდაცვის პაქტი გააფორმეს, რომელიც აძლიერებს მათ პარტნიორობას რეგიონული დაძაბულობის ფონზე. ამიტომ თუ მოლაპარაკებების ამ პოტენციური შეთანხმების შემდეგ ირანი განაახლებს დარტყმებს, პაკისტანი იძულებული იქნება ჩაერთოს ამ ომში. ამიტომ ამ მოლაპარაკებებს უწოდებენ შეუქცევადობის წერტილს. ან შეთანხმდებიან, ან ვერ შეთანხმდებიან და მაშინ პაკისტანი აღარ იქნება ის, რაც იყო. უпростоრად, ის გახდება კონფლიქტის მხარე. ყველაზე საინტერესოა. CNN-ის წყაროები ამერიკის დაზვერვაში უთხებიან, რომ ჩინეთი მომდევნო რამდენიმე კვირაში შეიძლება ირანს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს. კერძოდ პორტატული საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. ავინიშნება, რომ ასეთი საშუალებები 5-კვირიანი ამერიკულ-ისრაელის ოპერაციის განმავლობაში თეირანის წინააღმდეგ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა აშშ-ის დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამხედრო თვითმფრინავებისთვის. ამასთან ჩინურმა მხარემ შეიძლება ასეთი მიწოდება წარმოადგინოს, როგორც ირანის უზრუნველყოფა მხოლოდ თავდაცვითი საშუალებებით, რომლებიც შეტევის დროს არ გამოიყენება. რუსეთისთვის პოტენციური მიწოდებებისგან განსხვავებით, რომელიც მაინც აგრესიულ თავდასხმით არაპროვოცირებულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, სადაზვერვო მონაცემებიც აჩვენებს, რომ ირანი სავარაუდოდ იყენებს აშშ-ს ზავს, როგორც შესაძლებლობას ზოგიერთი შეიარაღების სისტემის მარაგების შესავსებად. ძირითადი უცხოელი პარტნიორების დახმარებით. ასევე ამასთანავე ჩინური მიწოდებები შეიძლება გადამისამართეს მესამე ქვეყნების გავლით მათი ნამდვილი წარმოშობის დასამალად. საინტერესოა, რომ Guardian-ის მონაცემებით ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება თეირანს სწორედ ჩინეთმა დაარწმუნა,
რომელიც დაინტერესებულია ირანული ენერგორესურსების მიწოდებით. და თეირანის მოლაპარაკებების დაყოლიებისას ჩინეთს შეეძლო მარტივად შეპირებოდა და მიწოდება დაეგარანტირებინა. და ეს საინტერესო ეპიზოდი. დონალდ ტრამპმა წინადრეს განაცხადა, რომ გასუკვირას ირანის თავზე F-15 ტიპის გამანადგურებელი სითბური დამიზნების რაკეტით ჩამოაგდეს. თეირანში განაცხადეს, რომ გამოიყენეს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა, თუმცა მისი წარმოშობა არ დაუკონკრეტებიათ. ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ ჩინეთმა უკვე დაიწყო მიწოდებები, რადგან ადრე ირანს ასეთი იარაღი უბრალოდ არ ჰქონდა. და ბოლოს აღუნიშნავ, რომ ისრაელის თავდაცვის არმიის მონაცემებით ირანის ახალი ხელმძღვანელობა კიდევ უფრო ექსტრემისტულია, ვიდრე მისი წინამორბედი. რადგან ახალი ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ბევრად უფრო იდეოლოგიურად კონსერვატორებად ითვლებიან, ვიდრე წინა პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ამიტომ არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ისინი რეალურად დაიცავენ შეთანხმებებს. აქ რაულ წერტილს დავშვა. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის ხარდაჭერა, უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ. ამას შეიძლიათ შემოწირულობით გააკეთოთ. ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდზე. და არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Pichi News. ბმული მასზე ამ ვიდეოს აღწერაშია. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიერებისთანავე. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.